როგორ შეუძლიათ დემონებს ერთი შეხვედრით სიკეთის შემოთავაზებით გაგვაბან თავიანთ მახეში. გაგრძელება. საინტერესო და ფრიად შეგონებითი შინაარსის შემთხვევებს აღწევს ერთი მთაწმინდელი მონაზონი, რომელიც ათონზე მე-19 საუკუნეში ცხოვრობდა. მან წმინდა მთაზე მრავალი ღირსშესანიშნავი ადგილი მოინახულა და შთაბეჭდილებანი აღწერა რუსეთში მცხოვრები მეგობრებისადმი გაგზავნილ წერილებში. როდესაც მათი ავტორი და წმინდა მთის ერთი მონაზონი მიდიოდნენ ამ უკანასკნელის სენაკში, გზად ჩაუარეს ურსკულზე გადაკიდებულ კლდეებს. მონაზონმა მას ამ ადგილიდან დაკავშირებული ასეთი ამბავი მოუთხრა. თურქეთთან უკანასკნელ ომამდე აქ მოღვაწეობდა ერთი ბერძენი სახელოვანი გვარიშვილი. მან უარი თქვა თავის ყველა უფლებაზე, მაღალი საზოგადოების დიდებასა და პატივზე და მეუდაბნოის ცხოვრება აირჩია. უნდა ვივარაუდოთ, რომ ის ძალზე ძლიერი მოღვაწე იყო. სხვაგვარად ეშმაკს ვერ გააღიზიანებდა. როდესაც მეუდაბნოესთან გონებისმიერი ბრძოლას ყველა მცდელობა ეშმაკისთვის ამაო გამოდგა, მან მოღვაწეს მოუძებნა სუსტი მხარე და მისი საოცარი დაცემის იარაღად მისივე გული და გონება გამოიყენა. ეშმაკმა თავბრუ დაახვია მოღვაწეს, აფიქრებინა რაოდენ მაღალი იყო მისი ღვაწლი, დაარწმუნა თუ რა სხვადასხვაგვარი მკაცრი და მრავალმხრივი იყო მისი მოღვაწეობა და ეს ნელ-ნელა ისეთ ცდომილებამდე მიიყვანა საცოდავი, რომ მეუდაბნოემ მოინდომა ჰქონოდა საიდუმლო ხილვები და სულიერი სამყაროს გამოვლენა და თვალნათლივი გამოცდილება. როდესაც მასში თანდათანობით დამკვიდრდა ამპარტავნება და თვითდაჯერებულობა. ეშმაკმა გადაჭრითი მოქმედება დაიწყო. იგი ეცხადებოდა მეუდაბნოეს ანგელოზის სახით და ესაუბრებოდა. საცოდავს იმდენად სჯეროდა ბრჭყალებში ანგელოზის სიტყვებისა და საკუთარი აზრებისა, რომ მოინდომა ეკლესიაში ეპისკოპოსის ხარისხით ემსახურა, რისი ღირსიც, როგორც ბრჭყალებში ანგელოზი ჩააგონებდა, დიდი ხანია არის და რისთვისაც თავად უფლის მიერ არის განმზადებული. საპატიო ადგილი, რაც მოღვაწის ნათესავებს ეკავათ ერში, მეტისმეტად იპყრობდა მის წარმოსახვას. მათ სახელგანთქმულ დიდებაზე ფიქრი მოსვენებას არ აძლევდა გზააბნეულს, მხოლოდ შემთხვევა აკლდა, რაც მას უდაბნოდან გამოიყვანდა და ერში დააბრუნებდა. ეშმაკიც დიდხანს არ დალოდებია. ერთხელ, როცა მეუდაბნოე მეტისმეტად გაიტაცა თავის სამომავლო მაღალ დანიშნულებაზე ოცნებამ და ღრმა ჩაფიქრებული თავისი მიზნის მიღწევის საშუალებებს იგონებდა, უცებ ვიღაცამ კარზე დამაგრებული რგოლი დააბრახუნა. მეუდაბნოე შეკრთა, პირჯვარი გადაიწერა და ხმამაღალი ლოცვით მივიდა კართან. ვინ არის? იკითხა მან. ესა და ეს, მიუგეს გარედან. ჩვენ შენი მშობლიური მხრიდან ვართ. ნათესავებმა მოკითხვა გადმოგცეს და კიდევ რაღაც ამასთან მნიშვნელოვანი დავალება გვაქვს. ნება დაგვრდე, შემოვიდეთ და გაგესაუბროთ, წმინდაო მამაო. მეუდაბნოემ კარი ოდნავ გამოაღო და ორი უცნობი პატივისცემით მიესალმა მას. მობრძანდით, მოგძალებით წარმოთქვა მეუდაბნოემ და კარი ფართოდ გააღო. უცნობები შევიდნენ, მასპინძელმა სტუმრები ჭილობ გადაფარებულ ტახტზე დასხა, თვითონ კი პირისპირ დაუჯდა. ბოლოს მეუდაბნოემ სტუმრობის მიზანი ჰკითხა უცნობებს და მათაც მიუგეს. აი რა უნდა გვეთქვა შენთვის, წმინდაო მამაო, იცი როგორ ვიტანჯებით პორტას ქვეშევრდომობით, როგორ დადგმული ვართ ჩვენი ოჯახებით სარწმუნოებას და თავად ეკლესიაც, შენ რა თქმა უნდა ეს თავადაც იცი. დიახ, ასია, დაუდასტურა შეწუხებულმა მეუდაბნოემ, მაგრამ ამით რა? ალბათ ისიც იცი, განაგრძო ერთ-ერთმა უცნობმა, რომ თურქეთის ომი რუსეთთან ჩვენთვის ხელსაყრელი ზავით დასრულდა. ახლა გვეძლევა საშუალება და თავისუფლება ქრისტიანულად ვიცხოვროთ.
მაგრამ უბედურება ის არის, რომ შენს მშობლიურ მხარეში ეპისკოპოსი არ ყავთ. მის გარეშე განა იქნება ეკლესია. განა ძალგვით ჩვენვე დამცოცოთ ჩვენი თავი? ვინ დაგვიცავს თურქთა სიმხეცისგან? ამასთან ჩვენ ვიცნობთ შენს ნათესავებს, ვიცით ვინც ხარ, რა ცხოვრებასაც ეწევი. ამიტომაც მოგვიტევე, რომ ეპისკოპოსად შენი თავი გამოვითხოვეთ შენი თანხმობის გარეშე. აი ეს თურქთა ფირმანი და მასთან ერთად პატრიარქის სიგელი. უცნობებმა საბუთები ამოიღეს და მეუდაბნოეს გადასცეს. შემიბრალეთ, შეეწინააღმდეგა მეუდაბნოოდა და თავმდაბლად დახარა თვალები. სინამდვილეში კი მზად იყო სიხარულით ხტუნვა დაეწყო. როგორ მივიღო სამწო მართველობის კვერთხი, როდესაც ჩემს თავს ვერ ვფლობ. როგორ ვიტვირთო სამოციქულო მსახურების ტვირთი, როდესაც საკუთარ უძლურებასა და უამრავ ცოდვას ვგრძნობ. არაშვილებო უარს ვამბობ იმაზე, რაც ჩემს ძალებს აღემატება. ამასთან ეს უდაბნო ჩემთვის სამოთხეა, მე აღუთქვი ღმერთს აქ მოვკვდე. როგორც გცურს, ისე იფიქრე საკუთარ თავზე, წმინდა მამაო, უპასუხეს უცნობებმა. მაგრამ ხმა ერისა არის ხმა ღვთისა, ნება მთავრობისა, ნება ღვთისა. იცი რომ საზოგადო კეთილდღეობა ჩვენ საკუთარ სარგებელზე უპირატესია. ფირმანი რისთვის მოგცეს? არა მამაო, უარს ნუიტყვი. ეკლესია გიხმობს. თუ არაფერი გაწუხებს, არც ერის უბედურება, არც ჩვენი ოჯახების სიმწარე, ნუ თუ ეკლესიის გაჭირვებაც არაფერს ნიშნავს შენთვის. რა კი ასეა მიუგო მცირე ხნის ფიქრის შემდგომ მეუდაბნოემ თანახმა ვარ. აბა მამაო, აჩქარდი, შენიშნეს სტუმრებმა, რაც მალე გაუდგებით გზას, მით უკეთესი, შორი ახლოს გზაზე ჯორები და მეგზურები გველოდებიან. სანამ მეუდაბნოე მზადებოდა, რაღაცას ალაგებდა თავის ტომარაში, უცნობები გაუთავებლად აჩქარებდნენ. ბოლოს როგორც იქნა, წამოვიდნენ და აუყვნენ კლდის წვერისკენ. მიმოვალ იმ ბილიქს, მოღვაწეს გულს, უღრნიდა მძიმე დარდი და ბუნდოვანი წინათგრძნობა. გულის წყდებოდა, რომ თავის უდაბნოს შორდებოდა. როდესაც კლდის წვერვალს მიაღწიეს, უბედურმა არ მოისურვა წასვლა, ისე რომ კიდევ ერთხელ არ შეევლო თვალი დაბლობზე, განფენილი თავისი მკაცრი უდაბნოს არამიწიერი სილამაზისათვის. სამივენი კლდეზე იდგნენ, მათ ფეხქვეშ უფსკვლუს დაეღო ხახა. მეუდაბნო იმდენად გაუფრთხილებლად მოიქცა, რომ უცნობებთან საუბრით გაერთო და მათთან ერთად მიადგა კლდის ყველაზე წარზედულ ქარაფს. აქ ზურგში ძლიერმა ბიძგმა ის გადაისროლა უფსკვლუში. როგორც ქარიშხლის მიერ ხიდან მოწყვეტილი შემოდგომის ფოთოლი. გაისმა სტვენა, სატანურმა ხარხალმა გადაუარა მთელ უდაბნოს. თუმცა საბრალო სასიკვდილოდ არ დაშავებულა. ღმერთმა მისცა დრო სინანულისთვის და გაუგზავნა მონაზონი მეზობელი სენაკიდან. კლდიდან გადმოვარდნილი ერთიანად დამტვრეული იყო. თავის ქალა დაზიანებოდა. სისხლი ნაკადულებად მოედინებოდა მისი ჭრილობებიდან, მაგრამ მას საკმარისი დრო და ძალა ჰქონდა საიმისოდ, რომ თავისი ცხოვრებისა და ცთუნების ამბავი დაწვრილებით მოეთხრო. მან სთხოვა ნაცნობ განდეგილებს მოეხსენებინათ იგი ლოცვებში და ატირებული მონაზონის ხელში დალია სული. თავისი შემზარავი განსაცდელიდან მას 3 საათზე მეტი არც უცოცხლია. დაწმინდალა როცა ამ საშინელი შემთხვევის შესახებ მოისმინა, დადგა იმავე კლდის კარაფზე, სადაც ყველაზე მეტად ამან განაცვიფრა, რომ საცოდავმა მონაზონმა ასეთი სიმაღლიდან გადავარდის შემდეგ ცოტა ხანს, მაგრამ მაინც იცოცხლა. ალბათ ჰქონდა რაღაც სათნოებები, რისთვისაც უფალმა მოუნანიებლად სიკვდილისთვის არ გაიმეტა იგი. ასე ასრულებს წერილის ავტორი ამ ამბავს. და კიდევ დაწმინდელის წერილიდან ჩანს, რომ
დემონებს ხშირად სულაც არ ეშინიათ ლოცვებისა და შეუძლიათ ხელი შეუწყონ კიდეც ბევრ ჩვენს არასწორ ლოცვით მცდელობას. დემონი იმდენად ძლიერი არ არის, რამდენადაც სფიერი და მრავალმხრივი მაცდუნებელია. ამბობს ათონელი და მოგვითხრობს ასეთ ამბავს. მათთან მონასტერში ცხოვრობდა ერთი რუსი ბერი. იგი გულით ისწრაფოდა ლოცვისკენ, მაგრამ შეგნებული არ ჰქონდა მორჩილების მნიშვნელობა და ღირსება. დაიწყო საერთო სამონასტრო მორჩილებისაგან თავის არიდება და ტყეში სალოცავად სიარული. გულის სიტყვა სულ უფრო ხშირად არწმუნებდა, რომ ლოცვა არის ანგელოზებრივი სულის თვისება და სულის საზდო, ხოლო სამუშაო ყოფითი ამ სოფლიური ამაო მოვალეობაა. გადიოდა დრო, ის სულ უფრო იდრიკებოდა თვითნებობისკენ, სანამ არ გაუჩნდა საკუთარი მოღვაწეობისა და ცხოვრების სიმაღლის შესახებ აზრები. ბოლოს ბრჭყალებში ნათელი ანგელოზიც ეცხადებოდა და აკურთხებდა მის ლოცვით ღვაწლს. იგი ყველაზე დამაჯერებელი მოწმობებით განადიდებდა ლოცვას და აკნინებდა ძმობის მორჩილებას. არავინ იცის საქმე რით დამთავრდებოდა ძმის ქცევისთვის ყურადღება რომ არ მიექცია ერთ ბერძენ ბერს. მან დაწვრილებით გამოჰკითხა ძმას ყოველივე და როცა ხილობის შესახებაც მოისმინა, შეშინდა მის გამო და მკაცრად მიუთითა ასეთი სიტყვებით: შენ დაგუპავს დემონი, იგი ჭკუიდან შეგშლის. თვითნებური ლოცვითი მოღვაწეობით ასეთი ლოცვა ცოდვად გერაცხება და დემონს შენთან თავისუფლად მოსვლის საშუალებას აძლევს. გეცხადება სატანა და არა ანგელოზი, თუ გსურს გამოსცადე, ნუიული ტყეში, იმუშავე ძმებთან ერთად. სენაკის კანონი შენსავე სენაკში აღასრულე, ხოლო როცა ეს ბრჭყალებში ანგელოზი მოგვევლინება, საერთოდ ნუ მიაქცე ყურადღებას და ლოცვის მიხედე. ბევრი ასეთი რამ ურჩია ბერმა იმ რუს მონაზონს, რომელიც მართლა სერიოზულად შეშინდა და დაემორჩილა. მან დაიწყო მუშაობა ძმებთან ერთად, სალოცავად მიდიოდა სენაკში, მართლაც ბრჭყალებში ანგელოზი ისევ გამოეცხადა, მაგრამ ბერმა საერთოდ არ მიაქცია ყურადღება, არც კი შეხედა მას. ამის შემყურე ბრჭყალებში ნათლის ანგელოზი გაცოფდა ნაცვლად მშვენიერი და ელვარი ჭაბუკისა უცებ იქცა ნაკვაჩხლებივით მოელვარე თვალებიან ეთიოპიელად და სირბილი დაიწყო მლოცველი ძმის წინაშე. მან პირჯვრის წერა დაიწყო და უფრო ხშირად იდრეკდა მუხს, იქნებ დემონი გასწოდა, მაგრამ იგი მოდიოდა და კანონის აღსრულების საშუალებას არ აძლევდა. ბოლოს აღშფოთებულმა ძმამ სკვნილი მთელი ძალით მოიქნია და გადაუჭირა ეშმაკს. მან კი თათი გაარტყა მონაზონს ყურში და კვამლივით გაქრა. მთაწმინდელი მოგვითხრობს, რომ იმ დროიდან საცოდავი ძმა დაყრუდა და დღესაც იმ ყურით არაფერი ესმის. ამ მონათხრობის შემდეგ წერილების ავტორი შენიშნავს, რომ უდაბნოში მონაზონთა საცდურები უფრო სახიფათოა და ამის გამო ათონზე წესად არის მიღებული უდაბნოში მდუბარებისთვის გასულმა თითოეულმა მოღვაწემ საერთოდ არ მიიღოს ხილვები და საკუთარი უღირსებისა და ცოდვილობის თავდაბლური შეგნებით უგულებელყოს სულიერი სამყაროს ნებისმიერი მოვლენა.